აბისტა აფხაზური სამზარეულო გრძელდება, როგორც ხედავთ დღეს განსხვავებული აბისტა გვაქვს განსხვავებულ გარემოში ვიმყოფებით. ცნობილი ჟურნალისტი ირმა ოსია არის დღეს აბისტას სტუმარი, უпростоრად აბისტას მასპინძლობს ქალბატონი ირმა დღეს მასთან სახლში. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ირმა არის ეთნიკურად აფხაზი და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი აბისტას სტუმარი, ქალბატონი ირმა არის ერთ-ერთი შემოქმედი და მონაწილე იმ პროექტების, რომლებსაც საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი გთავაზობთ თქვენ. მოვესალმები შენ მაყურებელს. ძალიან მიხარია რომ დღეს მე დამპატიჟეთ, იმიტომ რომ ეს დღესასწაული და აღდგომა ჩვენთან არის ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენ მით უმეტეს ბავშვები რო ვიყავით, ახლა სოფელში ვცხოვრობდი მე და რა ქვია იმას ცეცხლთან კიდევდით, ესე კვერცხს კიდევდით, რომ დამაგრებული იყო, შებოლილი ყოფილიყო, მე ამას ხარშავდით, ნუ ფერს აძლევდით როგორც იხარშებოდა და რომ მაგარი კვერცხი რო ქონოდა და რამდენსაც გატეხავ ხო შენი იქნებოდა და ვაგროვებდით. რამდენად იცავთ იმ ტრადიციებს, რა ტრადიციებიც იყო აფხაზეთში, კიდე თუ გახსენდებათ ან კონკრეტული კერძი, რაც აღდგომას აუცილებლად უნდა ყოფილიყო აფხაზეთში, რაღაცა სხვანაირი მომზადების წესი თუ ქონდა ამ ყველაფერს. მე რომ ვთქვა რომ ტრადიციები დამავიწყდეს, არ არსებობს ვარიანტი. პრინციპში რომ ვთქვათ და ჩვენ დაახლოებით ერთნაირი ისა ქართველების და აფხაზებს ერთი და იგივე თითქმის შეიძლება პატარა ნიუანსებით შეიძლება განსხვავდებოდეს. არის ზოგი ეგეთი კერძები, მართლა რომელიც აქ არ გაკეთებულა ჯერ და იმედი მაქვს რომ გავაკეთებთ ამ იმას და გავაცნობთ ქართულ მაყურებელს. ღომი არის ცოტა განსხვავებული, ჩვენ ღერღილით აკეთებენ მეგრელები ვთქვათ და აქეთ ამ ხარეს, ჩვენ ღომის აი სიმინდის ფქვილიდან კეთდება. აი სწორედ ღომი უნდა მოვამზადოთ მე და თქვენ შემდეგ გადაცემაში. თქვენთან ერთად შევღებავთ კვერცხს და ვიცი ისიც თქვენ სანამ დავიწყებდით ესე თქვა გადაცემის ჩაწერას, ახსენეთ რომ განსაკუთრებული ტრადიციაც იყო, ხო? აფხაზეთში კვერცხის შეღებვის. სირაშე საქმე ჩვენთან სხვათა შორის ენდრუ რა არის არიცოდნენ, არ იზრდება ჩვენთან. ჩემმა დამთხოვა გამომიგზავნეო ენდრუო და იმით უნდა გავაკეთო, ნახო როგორ გამოდისო და გაუგზავნე დაფქვილიც და ფესვებიც და ჩვენთან იცოდნენ ხახვის ფოტოლი კი არა რა ქვია ეს და წითელი ხახვი, თვითონ წითელი ხახვი კაიფერს უშვებს ძალიან და არაჩვეულებრივი გამოდის. დავიწყოთ ხო? ესე თქვა. კი ბატონო, ეხლა შეღებვა კვერცხის. აი ეხლა ესე იგი ჩვენ ვიღებთ ამ ქვაბს. აქ მე უკვე დამზადებული მაქვს საღებავი. ნუ როგორც ყველა ქართველი და ყველა მიცის ამას ენდრიუ და მე უმატებ მარილსა და კიდე ძმარს რომ არ გასკდეს. დიახ, კი ბატონო და აქ კიდე გარეცხილი ოთახის ტემპერატურის კვერცხები დევს და ამას ჩავდებ. ვისაც სურვილი გაქვთ, აი როგორც ქალბატონმა ირმამ აღნიშნა, შეგიძლიათ თქვენ მასში ახვევთ ხო? ამას ფოთოლს ამაგრებთ. ეხლა არ არის პრობლემა, ეხლა ძველად იყო პრობლემა უკაცრავად ჩულქის და კალგოტკების ისატორე. კალგოტკის იმაში ძალიან კარგად ეხება და იჭიმება და კარგად იღებება ძალიან. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა მასპინძლობისთვის. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ულოცავთ ჩვენს მაყურებელსაც სრულიად საქართველოს ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს და როგორც თავში ვახსენე, ეს არ არის ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრა ჩემი და ქალბატონი ირმასი აბისტაში, აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი შეხვედრები და ბევრ საინტერესო და გემრიელ აფხაზურ კერძს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, ქალბატონი ირმასთან ერთად. მადლობა კიდევ ერთხელ. მიულოცავ მთელ საქართველოს დამდეგს აღდგომას, ბევრი მრავალი აღდგომა იყოს და აუცილებლად მე არ არსებობს რომ ჩემ ხალხს აფხაზურად არ მიულოცო. ჩანბზილაშნეა. იშიცნფელოთ იაიო მშაფა ანუჰედუ აცქედუ ანჩა შიხჩალაი, ანჩა გუბზირეშიტაი. ითაბუბ და არაძის სიძირეს. მადლობა შენ. მადლობა თქვენს.